გამარჯობა. მარტვილში კიდევ ერთი ახალი ტურისტული სივრცე გაიხსნა. ძარიას კოტეჯი, რომელსაც ძალიან მარტივად მიაგნებთ მარტვილის ცენტრიდან სულ რაღაც 1 კილომეტრში, მთელი წოწორიას 7 ნომერში მდებარეობს. გამორჩეულ და განსაკუთრებულ ადგილს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ხდის მასპინძლები, ჯამბული ძარია, რომელიც თავისი გულთბილი მიღებით და ოჯახური ატმოსფეროთი დაუვიწყარ მოგონებებს შემატებს თქვენს მოგზაურობას მარტვილში. ჩვენთვის, მარტვილის მუნიციპალიტეტისთვის კიდევ ერთი ძვირფასი შენაძენია ეს ულამაზესი ადგილი. კოტეჯი კეთილმოწყობილი გარემოთი, სიმყუდროვეთი და დიდი ნათელი ოთახებით მარტვილის საოცრად ლამაზ ხედებს დახურებს ზემოდან. კოტეჯი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, ტექნიკით, რაც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. კოტეჯში განთავსებულია 2 საძინებელი ოთახი, მისაღების სივრცე, სამზარეულოს სივრცე და სააბაზანო. კოტეჯში შესაძლებელია 8 ადამიანის განთავსება. დღეს ძარიას ეთნოტურისტული სივრცე ოფიციალურად პირველ სტუმრებს მასპინძლობს ქალაქ ფოთიდან. ძარიების საგვარეულო კარმიდამო ფოთის მერვე საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა შრიამულით დაიპყრეს. ბავშვები რთველში ღებულობდნენ მონაწილეობას. ერთი დიდი სანახაობა იყო ბავშვების აქტიურობა რთველში და მათი გაბრწყინებული სახეები, როდესაც დიდ შრომაში ჩაებდნენ მშობლებთან, მასწავლებლებთან ერთად. ყურძენიც დაიკრიფა და გადავინაცვლეთ საგვარეულო მარანში, სადაც საუკუნოვან საწნახელში ბავშვებმა ყურძნის დაწვრვაში მიიღეს მონაწილეობა. ისეთი სასიამოვნო აურა შეიქმნა გარშემო, რომ ბავშვებს აღარ უნდათ წასვლა. ყურძნის დაწვრვის შემდგომ ბავშვებმა ეზოში ჩურჩხელები ამოავლეს თათარაში. დღევანდელი დღეც შედგა, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების გახარება და მათი მომღიმარი სახეები იყო. ძარიების ეთნოტურისტული სივრცის მიზანია არა მარტო უცხოელი სტუმრები, არამედ პატარები, სკოლის მოსწავლეებიც აზიაროს ქართულ, მეგრულ ტრადიციებს და რა თქმა უნდა ეს სივრცე ამ მასტერკლასებისთვის იდეალური ადგილია. წარმატებები ჩვენი კუთხის ამ არაჩვეულებრივ სივრცეს.